მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელი გახლავთ მარიამ მიქაუტაძე. დღევანდელ პოდკასტს წარმოგიდგენთ პერიკასტუსი. ბუნებრივი გზა ქალის ჯანმრთელობისკენ. გამარჯობა. მოგესალმებით. ჩემი თანაწამყვანი გახლავთ ქალბატონი სოფიო ჭედია და ჩვენი სტუმარი კი არის ირაკლი კოხრეიძე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მამოლოგი და ონკოლოგი საქართველოში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდა. აღმოჩნდების, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თემაზე, რაც არის ქალბატონისთვის, რა თქმა უნდა, ძუძუს კიბო. რა შეგვიძლია რომ თქვათ ამ უდიდეს პრობლემაზე საქართველოში? დარწმუნებული ვარ, ყველა ქალს ერთხელ მაინც გაუფიქრებია გონებაში, რომ ხომ არ მჭირს ძუძუს კიბო. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გავაკეთოთ ამის პრევენცია? თქვენ ისეთ თემას ეხებით ახლა, რომელიც პრინციპში არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაც არის მთელს მსოფლიოში და ეს რა თქმა უნდა საქართველოში უფრო მტკივნეულოდ აღიქმება. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უკანასკნელ წლებში მიუხედავად სკრინინგული პროგრამების რეალიზაციისა სამწუხაროდ კვლავაც ხვდებით ძალიან შორსასულ შემთხვევებს და ეს ასე არ უნდა იყოს. სარძევი ჯირკვლის ძუძუს ონკოლოგიური პათოლოგია, ძუძუს კიბო, ეს არის ძალიან მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მარტივი სამედიცინო დიაგნოზი. თუმცა უკანასკნელ წლებში და ჩვენ ალბათ ამ თემებს გავშლით, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, სამკურნალო წარმოსაშველეების ახალი მეთოდების დანერგვის და ქირურგიული ტექნიკის, სხვა სამკურნალო მეთოდების სრულყოფის პირობებში ეს დაავადება ნამდვილად დამარცხებადია. ეს ძალიან დამაიმედებელია. იცით ხშირად, ყველაზე ხშირად რა მესმის, ქალბატონებიდან ჩემი ირგული მეზობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, ნახე კვანძი ვიგრძენი რაღაც გამაგრება მკერდში და გადავდე ვიზიტი ექიმთან. რატო არჩევს ქალბატონი შიშს ჯანმრთელობის ნაცვლად? ხო, ეს კითხვა ჩვენც გვიჩნდება ექიმებს, რომლებიც ხვდებით ასეთ ქალბატონებს, ისინი თვითონ აღიარებენ ამ მოცემულობას როგორც რაღაცა შეცდომას, მაგრამ ცდილობენ ეტყობა ასეთი იგნორირებით იმ ძირითადი სიმპტომებისა, რაც შეიძლება ძუძუს კიბოს ჰქონდეს, თავი დააღწიონ რაღაცა დროებით მაინც ამ პრობლემას. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. და თქვენ შეეხეთ ახლა უმნიშვნელოვანეს მომენტს, რაც არის ძირითადი სიმპტომატიკა სარძევი ჯირკვლის კიბოსი, ეს არის კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა ძუძუში. თუმცა მე ყოველთვის ვსაუბრობ ამაზე, რომ შემთხვევათა თითქმის 70% ეს არის კეთილწვევიანი მდგომარეობები. ამიტომ არ უნდა გადადოს ქალმა, თუნდაც თავისი დამშვიდების გულისთვის ექიმთან ვიზიტი და ჩაიტაროს სრულფასოვანი, კარგი, კვალიფიციურ დაწესებულებაში კვლევები, რომ გამოირიცხოს ონკოლოგიური პათოლოგია. სამწუხაროდ ჩვენ ხვდებით ასეთ შემთხვევებს. უფრო მეტიც, მაგალითად, მე მყავს პაციენტები, რომლებსაც უკვე ერთხელ გაუკეთდა ჩაუტარდა გარკვეული მკურნალობა, ჩატარდა ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია და ზოგჯერ არის ხოლმე დაავადების დაბრუნება, რეციდივს, რასაც უწოდებთ და ამ ადამიანებმა იციან ამ დაავადების სიმპტომატიკა და მაინც იგნორირებას უკეთებენ თავის მდგომარეობას. ეს ძალიან მძიმეა, ძალიან არასწორია, ძალიან მძიმეა და სამწუხაროდ სავალალო შედეგებამდე მიმყვანია. დღევანდელი პოდკასტის წარმომადგენია პერიკასტუსი, ბუნებრივი მხარდაჭერა ქალის ჯანმრთელობისთვის. ხა ჩვენ საუბრობდით სიმპტომზე, რომელიც გამოვლენილია, ხო, ნაპოვნია ქალბატონის მიერ, მაგრამ ჩვენ მინდა რომ შევეხოთ იმ სიტუაციებს, როდესაც არანაირი სიმპტომი არ არსებობს, არც ტკივილი არის, არც არანაირი გამაგრება არ არის, რაც შესამჩნევია, ან შეიძლება ქალბატონს გამორჩა და ვერ შეამჩნია. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? რა არის ის რეკომენდაცია, რაც შეიძლება ქალისთვის ჩვენ გავცეთ, რომ მაქსიმალურად თავი ავარიდოთ გვიან სტადიებს? ეს ისეთი საკითხია, რომელიც განვითარებულმა მსოფლიომ დიდი ხნის წინ ეს ამოცანა ამოხსნა. ამას ქვია სკრინინგი. ჩვენი პროფესია არის რადიოლოგია ნამდვილად ეხმარება. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად და სკრინინგი ეს არის ის ძირითადი შესაძლებლობა, როდესაც ასიმპტომურ ადამიანს, ასიმპტომურ პაციენტს შეიძლება ჩვენ აღმოუჩინოთ ისეთი რამ, რაც შეიძლება მომავალში
წელში თითქმის 100% შემთხვევაში დასრულდეს ონკოლოგიური პათოლოგიით. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეგვეშინდეს წასვლა სკრინინგ ცენტრებში, ჩატარება იმ აუცილებელი ღონისძიებების, რომლებიც ტარდება სხვა შორის ძალიან მაღალ კვალიფიციურ დონეზე, ძალიან კარგი აპარატურით აღჭურვილი და ექიმებითაც და ფანტასტიკური პროფესიონალი ექიმები დაკომპლექტებული. აი ჩვენ ახლა რომ გავითვალისწინოთ სტატისტიკური მონაცემები, ერთი ქალი რო გადავარჩინოთ, მოსახლეობის 65%, ან ქალთა მოსახლეობის დაახლოებით 60-65% უნდა იყოს ჩართული სკრინინგულ პროგრამებში. სამწუხაროდ ეს ჯერადად დაბალი მაჩვენებელია. და შეიძლება მაყურებელს აუხსნათ, რომ ეს სკრინინგული კვლევები რომელი ასაკიდან არის სასურველი გავიკეთოთ, ეს დადგენილია ხო კანონის მიერ და თქვათ იმ ასაკამდე რა შემცვლელი მეთოდებია არსებობს, რომელიც შეუძლია თქვათ ჩაიტაროს ქალბატონებმა. ჩვენ ახლა შეგვიძლია გავყოთ ეს სუბიექტები, ეს ადამიანები ორ ძირითად ჯგუფად, ხო? სუბიექტები, რომლებსაც არ აქვთ მემკვიდრული წინასარგანწყობა და რაღაც კონკრეტული გენეტიკური პრობლემები, ამ დაავადების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში სკრინინგი იწყება 40 წლიდან და მთავრდება 70 წლამდე. სხვა შორის საინტერესო რამ არის, მაგალითად ჩვენ რო შევხედოთ ევროპულ გაიდლაინებს, ამერიკის გაიდლაინებს, იქ სკრინინგი იწყება 50 წლიდან. რატო საქართველოში 40-დან? იმიტომ რომ ჩვენს მიერ და ამ სკრინინგის პროგრამების სათავეში, ვინც მეტნაკლებად იყო ჩართული, შესაძლოა იქნა პაციენტთა პოპულაცია 40-დან 50 წლამდე და ძალიან მაღალი მაჩვენებელი ჩვენ ქვეყანაში 40-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ძუძუს კიბოს განვითარებისა. შესაბამისად დაიწია ამ ზღვარმა, ასაკობრივმა ზღვარმა და ეხლა ეს არის 40-დან 70 წლამდე. ეხლა ჩვენ თუ ვისაუბრებთ ისეთ ჯგუფზე, რომლებსაც აქვთ გენეტიკური წინასარგანწყობა, ანუ ეს შეიძლება იყოს დადასტურებული, რასაც ჩვენ სამედიცინოენით გენეტიკურ წინასარგანწყობას უწოდებთ, ან არ იყოს დადასტურებული და იყოს საეჭვო და ამას ოჯახურ ანამნეზს უწოდებთ, ხო? ამ შემთხვევაში ანუ ოჯახის რომელიღაცა წევრს, დედას, მამას, მათ შორის უახლოეს პირველი, მეორე რიგის ნათესავებსაც ჰქონდათ ესა თუ ის ონკოლოგიური პათოლოგია. ამ შემთხვევაში სკრინინგი იწყება ადრეულ ასაკში. ეს შეიძლება დაიწყოს 25 წლის ასაკიდან და გამოყენებული იქნას ისეთი დამატებითი დიაგნოსტიკის მეთოდები, როგორც არის ბირთვულმაგნიტური ტომოგრაფია, სხვა მეთოდები. ულტრასონოგრაფიას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სკრინინგში და მის კომბინაციას მამოგრაფიასთან ერთად, კლინიკურ კვლევებთან ერთად და რა თქმა უნდა მორფოლოგიურ კვლევებთან ერთად ეს ქმნის ოქროს სტანდარტს დაავადების პრეკლინიკურ სტადიაზე აღმოჩენისა. შესაბამისად, როდესაც სწორედ არის გეგმარება ჩატარებული ამ პროცესის, მთელი ამ პროცესის ძალიან დიდი ალბათობით ჩვენ შეიძლება დაავადება აღმოაჩინოთ პრეკლინიკურ სტადიაზე, ჩავატაროთ სუპერ მინიმალური ჩარევები, ადამიანს არ დასჭირდეს ისეთი მძიმე სამკურნალო ღონისძიებები, როგორც მაგალითად ქიმიოთერაპია, სხვა მკურნალობი, იმუნოთერაპია თქვათ და შემოვიფარგლოთ ლოკალური და ეფექტური მკურნალობის მეთოდებით. ეხლა გამახსენდა ძალიან ერთი შემთხვევა ჩემი ცხოვრებიდან, ერთ-ერთი ნაცნობი ახლობელი ჩემი გარემოცვა, ესე ვთქვათ, მამაკაცი, რომელიც იყო საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი, დედა გარდაცვლილი ყავდა მას ძუძუს კიბოთი და აკვიატებული ქონდა რაღაც, რომ არ დამემართოს და მართლა დაემართა ამ ადამიანს მამაკაც ძუძუს კიბო. შოკირებული იყო მის ირგვლივ ყველა, ძალიან ბევრი მკურნალობა ჩაიტარა და გარდაიცვალა სამწუხაროდ რა არ გაიკეთა, მაგრამ ვერაფერი ვერ უშველა საკუთარ თავს. რამდენი ეს მითია თუ რეალობა, შიში რამეს ბადებს მოდით აი ამ პრობლემის თავიდან დავიწყოთ, ხო? მამაკაცებს ძალიან დიდ რაოდენობას ადამიანებისა არც კი აქვს წარმოდგენილი, რომ შეიძლება მამაკაცს გაუჩნდეს ძუძუს კიბო, ხო? შემთხვევათა
100-დან ერთ შემთხვევაში შეიძლება ეს დაავადება დაემართოს. ეს დაავადება ძალიან აგრესიულად მიმდინარეობს მამაკაცებში. რატომ? იმიტომ რომ ჯერთი თავისი ბიოლოგიური თავისებურებები აქვს უმრავლეს შემთხვევაში მოლეკულური თავისებურებები. რაშიც ახლა ჩაღრმავებას არ დავიწყებთ, მაგრამ ძირითადად ეს არის დაავადების გვიან სტადიაზე აღმოჩენა, ხო? როდესაც ადამიანს არ აქვს წარმოდგენილი რომ შეიძლება ეს კვანძოვანი წარმონაქმნი სერიოზულ პრობლემას ქმნიდეს და წარმოადგენდეს კიბოს, არ აქცევს ამას დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას, იცვლება ორგანოს ფორმა, კონტური და კანის საფარველი, რაღაცა შეიძლება წყულამდეც მივიდეს საქმე და აი მერე მიდის ეს ადამიანი ექიმთან. ეხლა რაც შეეხება შის, კანცეროფობია აღწერილი მოცემულობაა, ხო? და ალბათ რაც უფრო მეტად ვართ ამ საკითხში გათვითცნობიერებული, მით უფრო მეტად არის ხოლმე ეს შიში ადამიანში. თუ გახსოვთ აი სტუდენტურ დაავადებასაც უწოდებდნენ ხოლმე მთელ რიგ პათოლოგიებს ჩვენ რო გავდიოდით, თქვათ ხო ყველაფერი გვტკივოდა, გავივლიდით იქ რაღაც თერაპიას, ქირურგიას და ასე შემდეგ. ნუ კიბოს შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა მით უმეტეს თუ არის ოჯახში თვითონ ფაქტი და ადამიანმა დაინახა რას გადის მეორე ადამიანი ამ დიაგნოზით, რა თქმა უნდა, იქ უფრო ჰიპერბოლი, უფრო მკვეთრად არის წარმოდგენილი ეს შიშები. საინტერესო ფაქტორი ჩემთვის არის ის, რომ ზოგადად თქვით დავასახელეთ მემკვიდრული გადაცემის ფაქტორი, ხო? კიდევ რა გარემო ფაქტორებია ისეთი, რაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ და ავირიდოთ თავიდან. მაგალითად, ძალიან აქტიურად მიდის მსჯელობა სოლარიუმთან დაკავშირებით. სხვა გარემო ფაქტორებთან, რაც ახლა დღესდღეობით ძალიან, ესე ვთქვათ, დუღს, ხო? მოდურია. ტრენდულია. რა შეიძლება გავითვალისწინოთ ქალბატონებმა? ანუ ახლა სოლარიუმის მფლობელები ალბათ აქედან რო გავალ თვაც ასიამოვნოთ არ მიიღებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს ჩემი დასკვნა არ არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 2006 წლიდან სოლარიუმი შეიყვანა ნომერ 1 კანცეროგენთა სიაში, ამდენად სოლარიუმი წარმოადგენს სერიოზულ რისკ ფაქტორს, მაგრამ განსაკუთრებით ეს არის კანის ონკოლოგიური პათოლოგია, თუმცა მას აქვს ნეგატიური ზეგავლენა სარძოვის ჯირკვლის ჯანმრთელობაზე. ჩვენ გენეტიკას აღარ შევეხოთ, მაგრამ ის ცხოვრებისეული ფაქტორები, მავნე ჩვევები, რაც არის, ეს არის თამბაქოს მოხმარება, ეს არის ალკოჰოლი, ეს არის ნაკლები ფიზიკური აქტივობა და განსაკუთრებით ამას აქვს მნიშვნელობა პოსტმენოპაუზაში და დადასტურებულია, რომ პოსტმენოპაუზაში ჭარბი BMI, ჭარბი სხეულის წონა ზრდის მენოპაუზური ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. კვებითი ფაქტორებიდან უნდა გამოიყოს წვიმიანი პროდუქტები და ეგრეთ წოდებული წითელი ხორცი, მისი ძალიან აქტიური მოხმარება წარმოადგენს რისკ ფაქტორს. ეხლა ბევრი საუბარი იყო ორალურ კონტრაცეპტივებზე და ჰორმონჩანაცვლების თერაპიაზე. ორალური კონტრაცეპტივები დადასტურდა, რომ მათ არ აქვთ ზეგავლენა ძუძუს კიბოს განვითარებაზე, ან აქვთ იგივენაირი ზეგავლენა, რაც სხვა პრეპარატებს. ჰორმონჩანაცვლების თერაპიასთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული მოსაზრებებია. ჰორმონჩანაცვლების თერაპიის დანიშვნა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც არის მენოპაუზაში ქალის გვერდითი მდგომარეობების მოსაწესრიგებლად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აქ, რომ ეს ქალმა გაიაროს კონსულტაცია მამოლოგთან, ძუძუს სპეციალისტთან, იქ შესწავლი იქნას დაავადების ინდივიდუალური განვითარების ინდივიდუალური რისკები, ხო არ არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა, ხო არ ჩაუტარებია ამ ქალს რაიმე ტიპის მკურნალობა ძუძუს პათოლოგიის გამო, ხო არ ქონია ბიოპსია, სხვა კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი დაავადებების გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში კოლაბორაცია რეპროდუქტოლოგების, გინეკოლოგების და მამოლოგების უაღრესად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ჩვენ ხვდებით ხოლმე შემთხვევებს, როდესაც ჰორმონჩანაცვლების თერაპია ინიშნება აი ამ კომუნიკაციის გარშე და ეს არ შეიძლება რომ მოხდეს.
დღევანდელი პოდკასტის წარმომადგენია პერიკასტუსი, ბუნებრივი მხარდაჭერა ქალის ჯანმრთელობისთვის. ვიცით, რომ ადრეულ წლებში ძალიან აქტიურად გამოიყენებდნენ ზუზუს სრულ მოკვეთას და ამას, ასე რომ ვთქვათ, აბრალებდნენ თავის დაზღვევას. დღეს რა დინამიკა გვაქვს ამ პროცესთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შემცირებულია ეს, მაგრამ მაინც თუ ახდება საჭირო, რომ სრულად მოვკვეთოთ ზუზუ და ჩავანაცვლოთ რეკონსტრუქციული პროცესი. ჩემი ქირურგიული პრაქტიკის 80% მოდის ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციას. ანუ დაახლოებით 20% ეს 20% მოდის აი ზუზუს მოკვეთის მასტექტომიის ოპერაციებზე. რა თქმა უნდა, ეს ოპერაციები კეთდება და მას აქვს რაღაც გარკვეული ჩვენება. ეს ჩვენებები შეიზღუდა უკანასკნელ წლებში. ჩვენ გვაქვს ქირურგიული ჩარევების დეესკალაციის ერა. რას გულისხმობს? ჩვენ თუ თავიდან წამოვალთ ისტორიას გავიხსენებთ, ხო? იყო ასეთი უილიამ სტიუარტ ჰოლსტედი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მეცნიერული საფუძვლები დაუდო ამ ოპერაციას, რასაც რადიკალური მასტექტომია ჰქვია. ამ დროს იკვეთებოდა არა მარტო სარძევი ჯირკვალი, არამედ მკერდის დიდი, მკერდის მცირე კუნთი, ხდებოდა იღლის, ბეჭქვეშა, ლავიცქვეშა, ლიმფური კვანძების ამოკვეთა, ეს იყო მასშტაბური ჩარევები. ამ მასშტაბურმა ჩარევებმა კიდევ უფრო მეტი მასშტაბური ჩარევები შვა, იმიტომ რომ ეგონათ რომ ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია ზუზუს კიბოსგან ადამიანის გადარჩენა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. იმიტომ რომ მაშინ არ იყო ცნობები და ეგრეთ წოდებულ ბიოლოგიაზე, სიმსივნის ბიოლოგიაზე, ზუზუს კიბოს ბიოლოგიაზე, ეგრეთ წოდებულ ბუნებრივ ისტორიაზე და ეს რა თქმა უნდა მექანისტიკურად ცდილობდნენ ჩვენი წინაპარი კოლეგები, რომ ეს დაავადება დაემარცხებინათ. რა თქმა უნდა, მცირდებოდა დაავადების რეციდივირების მაჩვენებელი, მაგრამ გამოსავალი, შორეული გამოსავალი იყო ერთი და იგივე და ასეთი ადამიანები, ძიმე ინვალიდებად რჩებოდნენ. შემდეგ წამოვიდა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში პირველი ეგრეთ წოდებული ფუნქცია დამზოგველი ოპერაციები, როდესაც მკერდის ჯერ შენარჩუნდა მკერდის მცირე კუნთი, შემდეგ მკერდის მცირე და დიდი კუნთი, მაგრამ იკვეთებოდა სარძევი ჯირკვალი. 60-იან წლებში, მაგალითად, ჩვენ რო ვკითხულობთ ძველ ლიტერატურას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ოპერაციების და სხვა კლინიკურ შემთხვევებს, იმ პერიოდში ქალმა არ იცოდა, რომ საოპერაციოდან გამოვიდოდა ზუზუთი თუ ზუზუს გარეშე. ხო? ეგ არის მართლა საოცრება. და სხვა იღებდა გადაწყვეტილებას ქირურგი და მეუღლე ან პარტნიორი ან ოჯახის წევრი. და ესე იგი თუ იქ და იქნებოდა რაღაც დაისმევოდა ზუზუს კიბოს დიაგნოზი, ხდებოდა ავტომატურად მასტექტომიის ჩატარება. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ორმა დიდმა მეცნიერმა, იტალიაში უმბერტო ვერონეზიმ და ამერიკის შეერთებულ შტატებში ბერნარდ ფიშერმა დაამტკიცეს, რომ ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების შემდეგ საერთო გადარჩენადობის მაჩვენებელი მასტექტომიის, ანუ ზუზუს მოკვეთის ეკვივალენტურია. აი ეს იყო რევოლუცია მამოლოგიაში და სწორედ აქედან დაიწყო ქირურგიული ჩარევების მინიმალიზაციის მთელი ეს ეტაპი. ბოლოს მივედით იქამდე, რომ დღეს ჩვენ ლამპექტომიას ვაკეთებთ, ანუ მხოლოდ სიმსივნური კვანძის ჯანსაღწეულების პარგლებში ამოკვეთა სხვადასხვა ონკოპლასტიკური ტექნიკის გამოყენებით. უამრავია და ვინარჩუნებთ არა მარტო სარძევი ჯირკვლის ჩვეულ ფორმას, ზომას, არამედ ვცდილობთ ეს განაკვეთები ისე გავაკეთოთ, რომ იყოს ნაკლებად შესამჩნევი და ასეთი. ეს ქირურგიული ჩარევების მინიმალიზაცია შეეხო არა მარტო ზუზუს, არამედ შეეხო იღლის ლიმფურ კვანძებსაც. თქვენ იცით, რომ აი ბევრ ქალს მასშტაბური ოპერაციების შემდეგ ხელი უსივდება, ამას ლიმფოსტაზი ქვია და ეწოდება და ეს ძალიან მძიმეა, რთულია სამართავად, მესამე მეოთხე ხარისხის ლიმფოსტაზი საერთოდ ინკურაბელური პათოლოგია, შეიძლება დამთავრდეს მეორე ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებით ზედა კიდურში. ჩვენ დავიწყეთ ჩვენმა წინამორბედებმა და ჩვენ გავაგრძელეთ ეგრეთ წოდებული დარაჯი, გუშაგი, მოსაზღვრე, სასიგნალო, როგორც გნებავთ, სენტინელური ლიმფური კვანძების ვიზუალიზაცია და ბიოპსია. რას ნიშნავს? შეკვავს ნივთიერება, ეს ნივთიერება ნაწილდება ლიმფურ სადინების მეშვეობით ლიმფურ კვანძებში და ჩვენ სპეციალური მეთოდებით ვადგენთ, რომელია ის პირველი ლიმფური კვანძი, სადაც შეიძლება ლიმფა მოხვდეს. ხო? ვიღებთ ოპერაციის დროს, ვაგზავნით სასწრაფო მორფოლოგიურ კვლევაზე და მორფოლოგი თუ გვეუბნება, რომ იქ
არ არის არანაირი მეტასტაზური დაზიანება, დანარჩენი ლიმფური კვანძების მოცილებას საერთოდ აზრი ლოგიკა არა, ხო? ძალიან აქტიურად გამოიყენება ორგანოშემონარჩუნებელი ოპერაციების კომბინაცია, მაგალითად ინტრაოპერაციულ სხიურ თერაპიასთან ერთად, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი იყო. ჩვენთან ტარდება ინტრაოპერაციული სხიურ თერაპია ტარდება რამოდენიმე ცენტრში, დიახ. გარდა ამისა, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, ადრე წარმოუდგენელი იყო, რომ აი ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალს შეიძლება ჩაუტარდეს რაიმე ტიპის პლასტიკური ოპერაცია, ხო? დღეს ჩვენ პლასტიკური, ესთეტიური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ტექნიკის გარეშე მე ვფიქრობ, რომ არც ერთმა კლინიკამ არ უნდა აკეთოს ამ ტიპის ოპერაციები, მათ უნდა ისწავლონეს და ეს უნდა დაანერგონ თავიანთ კლინიკურ პრაქტიკაში. ამიტომ ძალიან შეიცვალა ეს მოქმედებები, ეს ტენდენცია გრძელდება, დეესკალაციის ტენდენცია გრძელდება, თუმცა ჩვენ რაღაცა ზღვარიც გვაქვს, ხო, რომლის იქითკენ აღარ შეიძლება და არის მთელი რიგი, ვთქვათ, მეთოდები, რომლებზეც აუბრობენ, რომ აი მაგალითად ვაკუუმ ასისტირებული ბიოპსია ძალიან აქტიურად გამოიყენება ამ თვალსაზრისით და ზოგიერთი მეცნიერი სხვა ცენტრის უცხოეთში ადვოკატირებს მაგალითად თუნდაც ქიმიოთერაპიის შემდეგ აი დარჩენილი ქსოვილი რო არის იმის ვაკუუმ ასისტირებულ ბიოპსიას განაკვეთის გარეშე ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, ზღვარია, როდესაც ჩვენ რაღაცას აღარ უნდა გადავაბიჯოთ და რაღაცა აღარ დავაკლოთ. ჩვენ უნდა გავიაროთ გარკვეულ აი ეს წითელ ხაზზე ჰიპერთერაპიასა და ჰიპოთერაპიას შორის, ანუ ზეჭარმკურნალობას და მკურნალობის ნაკლებობას შორის და შესაბამისად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, და ეს ამ ბალანსის დაცვა ჩვენი შესაძლებლობები. კი ბატონო, და ამ ბალანსის დაცვა, რა თქმა უნდა, კლინიკის და სპეციალისტების პროფესიონალიზაცია და მოკითხვა. ძალიან მაინტერესებს ოჯახური გამოცდილება გქონდა ეხლა ხან ჩვენ ექიმების ოჯახს და გადაგვხვდა ეს სიტუაცია და მაინტერესებს ბიოპსიის თან დაკავშირებული მითები. აი ხშირად გვესმის ქალბატონებს გონიათ რომ ბიოპსია ეს არის საშიში პროცედურა, რომელიც ავრცელებს და აჩქარებს სიმსივნურ პროცესს. ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ექიმიც კი ცდილობს ეს მითი შეფუთოს და ანუ ქალბატონებს გაუმძაფროს ამის მიმართ შიში და აი დაუგეგმავად მიდიან ოპერაციაზე, თუნდაც ან კვანძის ამოღების, ან ძუძუს მოკვეთის შეუსწავლელ პაციენტზე, რომელსაც თქვათ მხოლოდ რადიოლოგიური მამოგრაფია და ულტრაბგერითი კვლევა აქვს ჩატარებული და ანუ ბიოპსიის შიშით ის რომ პაციენტს ეშინია, ან თვითონ ექიმს არ უნდა რომ გააკეთოს ბიოპსია რაღაც, ან ვერ აკეთებს, ან რაღაც მიზეზების გამო არაკეთილსინდისიერად უდგება თავის საქმეს. აი ეს მითია თუ რეალობა, ანუ პაციენტმა კვანძის აღმოჩენისთანავე, რომელიც მიდის მამოლოგთან, ეხოს იკეთებს, რენტგენის მამოგრაფიას იკეთებს, კვანძს უნდა შეეშინდეს თუ არა ბიოპსიის ჩატარების. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეშინდეს. ბიოპსიის რამოდენიმე ნაირსახეობა არსებობს, ეს არის წყვილნემსიანი ბიოპსია და მსხვილნემსიანი ბიოპსია. მსხვილნემსიანი ბიოპსია ტარდება ზოგადი გაუთქვივარების ქვეშ, ბოდიშექტი ადგილობრივი გაუთქვივარების ქვეშ და თამამად და თავისუფლად ამის გაკეთება შეიძლება ამბულატორიის პირობებში. მას ჩვენ ვაკეთებთ სხვა ეხოსკოპიის კონტროლის ქვეშ ან ულტრასონოგრაფიის კონტროლის გარეშე, ეგრეთ წოდებული free hand. წყვილნემსიან ბიოპსიას არ სჭირდება ანესთეზია, ის თითქმის უმტკივნეულო მინიმალური ჩარევა. ერთი უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი საეჭვო მდგომარეობის დროს ან ძუძუს კიბოს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ბიოპსიის გარეშე მკურნალობის დაწყება, ბიოპსიის გარეშე რაიმე ტიპის მოქმედება, ეს არის დანაშაული. არც ერთ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მორფოლოგიური ვერიფიკაცია დაავადების, რასაც მორფოლოგიური ვერიფიკაციას უწოდებთ, ეს არის აუცილებელი. რატომ? შეიძლება იყოს ძალიან პატარა ზომის სიმსივნე, მაგრამ იყოს აგრესიული ჰისტომორფოლოგიური, მოლეკულური ვარიანტის და ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული არა ოპერაციით, არამედ ქიმიოთერაპიით. აბსოლუტურად. და როდესაც თქვენ პირდაპირ აცილებთ ამ ცვლით ამ მოცემულობას, ამ სცენარს, იცვლება აბსოლუტურად ყველაფერი.
ამიტომ არ შეგვაშინდეს ბიოპსი. არა. არავითარ შემთხვევაში და არავითარ შემთხვევაში. მიყვეთ სწორ მკურნალობას. თქვენ გამოცდილებაში, როდესაც იწყებდით ამ პროფესიაში მუშაობას, პირველი შემთხვევა, როდესაც ნამდვილად დაფიქრდით ამ სირთულესთან შეჭიდება გიღირდათ თუ არა, რა გახსენდებათ? დღევანდელი პოდკასტის წარმომადგენია პერიკასტუსი, ბუნებრივი მხარდაჭერა ქალის ჯანმრთელობისთვის. მე სადღაც ერთხელ ვთქვი, ესეთი მოვყევი ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, ჩემმა უფროსმა კოლეგამ თხოვა, რომ ეს პაციენტი მენახა, არ ვიტყვი ახლა რომელ ქალაქში, თბილისთან ახლოს, ჩავედი იქ და სუნით მივაგენი პაციენტს. ჩვენ მე რო შევედი მის სახლში, რო გადავხადე, დავინახე აბსოლუტურად დაშლილი გულმკერდის ზონა და აი ფეხსახსრიანების განვითარების ყველა ეტაპი, ჭუპრიდან დაწყებული, დამთავრებული იქ რაღაც მატლებით და ასე შემდეგ. აი ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მძიმე მომენტი, როდესაც იქიდან ძლივს გამოვედით და დავფიქრდი, ხო, ნუ მართლა ახლა ხوارჯობია რომ რაღაც სხვა უფრო ესთეტიური მიმართულება ამერჩია, მაგრამ გადაწონა სურვილმა რომ ბოლომდე გამეგო ამ დაავადების გარკვეული საიდუმლოებები, მე ვფიქრობ რომ ალბათ ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება ეს სწავლა და ეს შემეცნება და არ უნდა ნუფამას. ეს იყო ასეთ შემთხვევაში. ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ დაეხმარეთ უამრავი რაოდენობის ქალბატონს, ვისაც ჰქონდა ეს პრობლემა. და მაშინ არ არსებობდა ფსიქოთერაპია ამ ქალბატონებისთვის, ვისაც ეს პრობლემა ჰქონდა და თან კიდევ ვახსენეთ, რომ სრული ძუძუს მოკვეთა ხდებოდა ხოლმე, ხო? როგორ გაგიმარტივათ საქმე ფსიქოთერაპიამ ამ ქალბატონებთან მუშაობის პირობებში? ნუ ახლა ყველაზე მთავარი რა არის? ექიმი გარკვეულწილად მისი კომუნიკაციური უნარჩვევებიდან გამომდინარე უნდა იყოს ფსიქოლოგი, ხო? ჩვენ პაციენტს, აი ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ მაგალითად ჩვენ პაციენტს უნდა უთხრათ დიაგნოზი, დიახ, ჩვენ უნდა უთხრათ მას დიაგნოზი, არაფერი არ უნდა დაუმალოთ, მაგრამ თქმის ფორმას, შინაარს, ტემბრს, განწყობას, სახის ტანის გამომეტყველებას ძალიან ბევრ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა, ხო? ჯერთი ეს უნდა იყოს მისი ფსიქიკისთვის დამზოგველი და ასე შემდეგ და ისეთ გარემოში უნდა მოხდეს ეს, რომ ამან არ გამოიწვიოს სერიოზული დისტრესი. უნდა მეგობრულად იქნას ეს ახსნილი, კარგ გარემოში, არა სტრესულ ვითარებაში, არა ნაჩქარევად. ძალიან ხშირად არის ხოლმე ეს თითქოს სიტყვას გადააგდებენ ხოლმე, ხო? არ შეიძლება ამისთან რაღაცა, რაც შეიძლება მეტი უნდა ვესაუბროთ ჩვენ პაციენტებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ აი ტექნოლოგიურმა განვითარებამ შევზღუდა თითქოს პაციენტთან ურთიერთობის დროის თვალსაზრისით, ხო? არ უთმობთ ბევრ დროს ჩვენ პაციენტებთან საუბარს. მეორე საკითხია ის, რაც თქვენ წამოჭერით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრი კლინიკის მულტიდისციპლინურ გუნდში არ არის ფსიქოლოგი, სამედიცინო ფსიქოლოგი და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. როდიდან უნდა დაიწყოს პაციენტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა? ალბათ პირველივე მომენტიდან, როდესაც ჩვენ რაღაცა დიაგნოზი გვიკავია და პაციენტისთვის ახსნილია დაგეგმილი სამკურნალო სტრატეგია. აი ეს ამ მომენტიდან ალბათ უნდა დაიწყოს მასთან მუშაობა. რა თქმა უნდა, განსხვავებული ფსიქოტიპის ადამიანები არსებობენ და ზოგიერთი ამ დიაგნოზს აღიქვავს უზარმაზარ ტრაგედიად, ზოგიერთი ამას აღიქვავს რეალისტურად, ზოგიერთს აქვს რაღაცა სხვანაირი მოლოდინები, ამიტომ აქ სპეციალისტის ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ხო, რა თქმა უნდა. ამ დარგის სპეციალისტის. თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ წარმომიდგენია ამისგან, არა მარტო ფსიქოლოგი, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება პაციენტისთვის იყოს ფსიქოლოგიური დახმარების მიმწოდებელი, ხო? ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის რელიგიური მოღვაწეც. ზოგიერთ შემთხვევაში იქ ვიღაცა. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ამ დახმარება ეს დახმარება უნდა გაეწვიოს ასევე პაციენტის უახლოეს ნათესაობასაც. ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ ოჯახის წევრები არანაკლებ სტრესულ მდგომარეობაში ბრძანდებიან ამ დროს. ამიტომ ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ მუშაობას საჭიროებს.
რა ეხლა წარმოვიდგინოთ რომ აი ჩვენ გვიყურებს ქალბატონი გვისმენს რომელსაც რამდენიმე დღის წინ აღმოიჩინა თვითონ კვანძი მაგრამ ეშინია ექიმთან მისვლის რა არის პირველი ფრაზა რომელიც მას სჭირდება რომ გაიგოს კიბო განაჩენი არ არის ნამდვილად და ზუსტ კიბო განკურნებადია. კიბო განაჩენი არ არის. თამამად ვთქვა. კი, ნამდვილად მასე შეგვიძლია ვთქვათ. ეს სლოგანი გარკვეულწილად ჩვენთან დამკვიდრდა, ეს ძალიან კარგია. ეს არ არის უბრალოდ ფრთიანი ფრაზა, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევადარებთ მაგალითად კიბოსგან განკურნებული პაციენტების სტატისტიკურ მაჩვენებლებს და დინამიკას, თუნდაც ჩვენ ქვეყანაში ჯერადად გაზრდილია მათი რაოდენობა. ჯერადად გაზრდილია და გაზრდილია სტადიების მიხედვითაც, ხშირ შემთხვევაში აი მეორე, მესამე სტადიის მქონე პაციენტებიც კი ძალიან ხშირად გადააბიჯებენ იმ ზღრუბ მაჩვენებლებსაც კი, რომელიც აი რაღაც ტრადიციულად იყო მიღებული. ასე რომ კიბო განაჩენი არ არის, ძუძუს კიბო დამარცხებადია, ქალბატონს არ უნდა შეეშინდეს, უნდა მობძანდეს, არ შეეშინდეს თქო, ცოტა ისეთი რაღაცა, მაგრამ ის უნდა მოვიდეს კვალიფიციურ სამედიცინო დაწესებულებაში, კვალიფიციურ ექიმთან. ამისთვის არ არის საჭირო ნამდვილად უცხოეთში წასვლა და ამ სერვისების მიღება, ნამდვილად არ არის საჭირო. რასაც სჭირდება ხაზგასმა? ხო, ნამდვილად ამ სფეროში ნამდვილად სოფლიოში საუკეთესო სპეციალისტები ყავს, მინდა ვთქვა. მე მინდა გითხრა, ხო, აი მადლობა. დავამატებ, რომ ამ სერვისების მისაღებად უცხოეთში ნუწავლენ. ამ დახმარების მისაღებად დარჩნენ საქართველოში. იმიტომ რომ იქ მეტწილად ეს ნამდვილად სერვისის ფორმას ღებულობს და ჩვენ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ექიმი სერვისს კი არ წევს, არამედ ეხმარება პაციენტს. აი ეს არის ძირითადი განსხვავება. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე ვისაუბრეთ დღეს და ამისთვის თქვენ უდიდესი მადლობა. მადლობა. რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ იმისთვის, რომ გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია საზოგადოებაში. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, იმედია რომ ბევრ ადამიანს თუ არა ვიღაცას მაინც აადგება ეს ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. ნამდვილად, ყველა ადამიანი არის ძალიან ძლიერი და მათ შორის ქალბატონები ჩემი ძალიან მწირი გამოცდილებით მინდა ვთქვა, რომ არიან საოცრად ძლიერები. და ამ ინფორმაციის პირველი გაგებიდან ბოლო წამამდე 100 მაგით და 1000 მაგით ძალით ეჭიდებიან ამ დაავადებას. ამიტომ ყველამ უნდა მივიდეთ ექიმთან. მადლობა რომ უყურეთ ჩვენს პოდკასტს. მაქსიმალურად ვეცდებით მომდევნო სესიები კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო შემოგთავაზოთ, ამიტომ გამოგვიწერეთ, დასვით კითხვები და იყავით აქტიურები.